მოგესალმებით მეგობრებო, მე უკვე კახეთში ვარ. გათენდა, უფსიკვაც გაიღვიძა, თან თმა აქვს ახალი შეღებილი ჩანს მაიდან? კაი გქონდ. ანუ პროსტა შავი არ არის რა, რაღაცა მუქიშინდის ფერი დასდევს. ეს ჩემი ახალი ჰუდია. დღეს ჩავცვამ პირველად, ესე გამოიყვება. სვიტერი. ამას გვანცა წამართმევს მე და სანამ წამართმევს ერთხელ მაიჭევი თმა ცოტა სველი მაქვს ეხლა დავიბანე მაგრამ სანამ გაშრება მანამდე ჩვენ დავალაგებთ ჩემს ჩამოტანილ ხარახურებს და დავიწყოთ ხე ბატონო მაგუს ეხა 1 საათი მეტი ვარ უჩინა შენ ხარ მე გაგონიძელებ მეგობრებო დონს დაქალი ყავს ეხა 1 საათი სადღაც იწუწუნებენ სიბერეზე და მე გავაგზავნოთ მანამდე მე შევჭამ აქ მაქვს კატლეტი ჯანდამა და ჭამოთ მეგობრებო ეხა ვნახოთ მაცივარში რა გვაქვს ეს რა არის? ამას არ შევჭამ მე, მაგრამ შევჭამ მე აი ამას. ესე იგი, ეს არის ჩვენი ძველი მიქსერი, რომელსაც ეს ფეხები აღარ აქვს და წინას ჩამოსვლაზე ყველგან ვეძებელ ეს ფეხები მეპოვნა, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერსად, როგორც ჩანს დავკარგეთ. ამიტომ ვიყიდე ახალი. პაწუა კომპაქტური, ფეხებიც აქვს, ყველაფერიც არის. ეხლა დავაანბოქსინგოთ. ორი ცალი ფეხი. სკუპ მეორე ნაირი ფეხებიც აქვს ესეთი რომელსაც არასდროს არავინ არ ვიყენებ აი ეს ხოდა მოდი დღეს გავაკეთოთ რამე ამისგან რაღაცნაირად მინდა რომ გავაკეთო მაფინებიც და სტაფილოს ნამცხვარიც იმიტომ რომ TikTok-ზე ბევრი სტაფილოს ნამცხვრის ვიდეოები შემხვდა და გავტესტოთ მე კი მოვჭი ჭამას, მაგრამ დონი გასულია მომსახურების ზონიდან. გადაწყვიტა რომ დაიძინოს. ამიტომ მოდი მანამდე სხვა რამე გავაკეთოთ. ნახეთ მე რა მაქვს ესეთი ორგანაიზერია, რომელსაც 3 განყოფილება აქვს და ჩამოვუტანე დედაჩემს, იმიტომ რომ აი ესე უწყია ხოლმე თავის მოვლის საშუალებები და მინდა რომ მოაწესრიგოს და აი ყველაფერი აქ დააწყოს და დაალაგოს. ეხლა ესენი იმ სიმაღლე რაღაცეებია, რომ ყველაფერს აქ ვერ დატევს, მაგრამ ნაწილობრივ მივეხმარებით. მოდი დავიწყოთ. მეგობრებო, ეხლა უნდა გავაკეთო მე ჟელიბონი. აქ მაქვს წყალში გახსნილი BCA და უნდა გავხსნა ეხლა ჟელატინი. აი ესეც შეფუთვაში ვიყიდე, წინაზეც ეს რა არის? ერთი ცალი მაქვს ხოლმე. მეგონა რომ ორი მქონდა, იმიტომ რომ ძალიან გვანან შეფუთვებით ერთმანეთს. ხო, მოკლედ ერთი ცალი მაქვს. წინაზე გაჩვენეთ რომ ეს გამოვიყენე, იმიტომ რომ არის შაქრის გარეშე. და ეხლა დავასხავ, ძალიან ცოტა წყალს დავამატებ და მე როგორც ვარდეიდან დააკეთა, წინა კახეთის ვლოგში. აი აქ ორთქლის აბაზანაზე უნდა მოვამზადო, რომ ჟელატინი კარგად გაიხსნას. აი მოვათავსე ეხლა, ქვემოთ ესე ქვაბი მაქვს, ზემოთ ეს არის და იმედია გაიხსნება, როგორც ყოველთვის წარმოდგენა არა მაქვს, რას ვაკეთებ. ეხლა მეგობრებო, ჩვენი ახალი მიქსერით ამოვიყვანოთ ეს ჟელატინი. თუ ამოვა. აიმე რაღაცა შვება. ამას უყურეთ. გამოვიდა. ეხლა აი ამას ჩავასხამ ნელ-ნელა. ხო არ გადავა, არ ვიფიქრებდი რომ გამოვიდოდა. მაგარია. საბოლოო ჯამში ეს გამოვიდა მეგობრებო, ანუ გამიცივდა უფრო ადრე უნდა გადამეტანა რომ სულ ერთგვაროვანი მასა ყოფილიყო, მაგრამ თითქმის უკვე გაციებული გადავიტანე და ნახოთ აბა როგორი გემოექნება. ბატონი პაატაც შემოგვიერთდა. ქია. მარცვე. მეგობრებო, პაატა შემოგვიერთდა საქმეში, ახლა ვაკეთებ სტაფილოს ნამცხვარს, აქ მაქვს სტაფილო. აქ ვაკეთებ კრემს, პაატას რეცეპტით, ეს არის ბანანი, ხაჭო, თაფლი, ცოტა ვანილი. და ვფიქრობ რომ ძალიან გემრიელი გამოვა, იმიტომ რომ პაატა რო ემატება ხოლმე საქმეში, ძალიან გემრიელი გამოდის მერე. ხო და ეხლა უნდა გავხეხო ვაშლი. აქ უნდა დავამატო, მერე პროტეინის მხრივ უნდა დავამატო და მერე უნდა დავამატო კიდე 2-3 კვერცხი. ორივე მზად არის, პირველი გამოიყურება ასე.
ცოტა მახინჯობა კი არის, მაგრამ გემოთი გავსინჯო უკვე და გემრიელია. და მეორე ეს გავაკეთებ ბროწეულის წვენით და მანდარინის წვენით და ასევე დავუმატე ცოტა თაფლი. ნახეთ. დავამღავე. ეს ჯობია. ნაკლები სიტკბო აქვს და კაია. ეხლა სანამ ჩვენი ნამცხვარი ცხება, აქეთ უკვე გამზადებული მაქვს ამისთვის კრემიც, ყველაფერი მზად არის. მანამდე დავწერთ დავალებებს და მერე დავკრემოთ ნამცხვარი. აბა მეგობრებო, ეხლა გეტყვით რა სიტუაცია გვაქვს აქ. ეს გამოცხვა ცოტა მიკრო და ბუნებრივია, იმიტომ რომ ფქვილი ამას არ აქვს, შაქარი ამას არ აქვს. ძალიან ცოტა ზეთი ვუქენი და საბოლოო ჯამში მიკრო. მაგრამ მოხსნი ნელ-ნელა. აქ გვაქვს მზად ყოფნაშია უკვე კრემი, რომელიც როგორც გითხარით, ასევე ჯანსაღი ინგრედიენტებისაგან გავაკეთე. აქ გვაქვს კაკაო, რომელიც გასაფორმებლად უნდა გამოვიყენო. აქ გვაქვს გატარებული ნუში, რომელთაც ასევე უნდა გავაფორმო და ეხლა რახან ეს ძალიან ისეთია გამომშრალი. ფიქრობ, რომ ცოტა დავნამო. და ამისთვის გამოვიყენებ ყავას და ცოტა თავს. ესე იგი, სანამ მე ნამცხვარს ვაცხობ, მეგობრებო, აქეთ პატა წავს მწვადს. მე არ მიყვარს მწვადი, როგორც იცით, ამიტომ კარტოფილები შევახვიე ესე და გამოვიტანე და ვნახოთ. ასევე ჩვენს ნამცხვარზე გვაქვს ცვლილება, გადავიფიქრე ამეებით მორთვა. კივი ვიპოვე სახში და მე მგონი კივი ბევრად უფრო მოუხდება, ამიტომ ეხლა კივის დავჭრი და მთლიანად მოვაწყობ. აი, კივით ესე გამოიყურება. ეხლა ნუში და всё. აუ, ამას უყურეთ რა კაი გამოვიდა, სრულიად უშაქრო, ჯანსაღი, ყოველგვარი შაქრების, ზეთების, ფქვილების გარეშე. აუ, ძალიან კაია. ერთსული მაქვს, როდის გავსინჯო. ეხლა აქ მწვადიც გვაქვს ჩვენ, ცოტა მივალაგებ. აუდაურია მთელი დღე სამზარეულო. სხვა საქმე რო არაფერი მაქვს ხოლმე. ესეთ რაღაცებს მაგიტო ვაკეთებ. ესეც უფრას ვშლით, აქ ბულგარულები შეწვაპაა და აქ გვაქვს მწვადი თავისი პურით და აქ ჩემი ნამცხვარი. ვეღარ მოვახერხი ამის მოწესრიგება და ეხლა მოვუბრუნდი და აბა ეხლა გავწმინდავ ჯერ პირველ რიგში და მერე დავწყოთ. ესე იგი, ჯერ დალაგების პროცესში ვარ და ამასობაში მოვიტანე ეს მეორე ორგანაიზერიც. ესენი შეგიძლიათ გამოიწეროთ შიენიდან ან ტემუდან, იმიტომ რომ მე შიენიდან მაქვს გამოწერილი და ტემუსაც თითქმის იგივე ნივთები აქვს ხოლმე და ძალიან კაი ორგანაიზერებია, აქ აქვს უჯრები. ჯერ შევავსებ მოდი ამასაც და მერე გაჩვენებთ. აბა როგორ მოგწონთ, ყველაფერი მოვაწესრიგე. აქ არის მაკიაჟის პროდუქტები, კონტურები და ეგეთ რაღაცები. ეს მე ჩამოვუტანე. არის შეგლამის ბლაში, ეს არის ჰაილაითერი. აქ კიდე არის, აქ არის სუნამო, დედაჩემის საყვარელი სუნამო არის ეს. აქ მოვათავსე კვებავები და დამატენიანებლები, ასევე თვალის პაჩები. აქ არის ტონალურები. აქ არის ეს არის სამკაულები, ბეჭდები, საყურეები და ეგეთ რაღაცები. აქ ესეთი ბუშჩიკები, აქ ესეთი თმის სამაგრი მოვათავსე, ეს აქ დავდე. და დანარჩენი უკვე ყველაფერი ავიღე. აქეთ გადმოვაწყე დიდი რაღაცეები, რაც აქ არ მოთავსდებოდა და აქ აღარ მინდოდა რომ ადგილი დაეკავებინა. ეს არის ძირითადად დასაბანის საშუალებები და იქით არ დავაწყე. დასაბანები აქეთ გადმოვაწყე და მე თუ ენდომება რომ შეცვალოს, თავად შეცვლის. ესენი დამატენიანებლებია, კბილის ჩოთქები, კბილის პასტები და ასე შემდეგ. როგორ მოგწონთ? მოსულა ტატუმია ყაზი. აქვსო. მე არისო. Paemase, restaurante. Hola, ¿cómo estás? Estamos llevando, cargado. ¿Qué quieres comer? No sé, llama. მეგობრებო, დღეს მოვვრთოთ ჩემი ულამაზესი ეზო კახეთში. დავიწყოთ ქვემოდან. აი ეს განათებები მაქვს. აქეთ ესენია, ეს ულამაზესი სათამაშოები, ეს ორი პარტი სავსეა, ეს ხუთი სავსეა, აქეთაც არის, მოკლედ დავიწყოთ. ეხლა აი აქ ავაყოლებ, მე ბოლომდე გავიყვან, სადამდეც მეყოფა და ვნახოთ.
ეს განათებები გავაკეთე, ამასობაში ნახეთ რა გააკეთეს. ეს ღამით ძალიან ლამაზი იქნება. ნახეთ, ეს ჩამოვიდა ესპანეთიდან და ცოტა ნიავი რო არის, საოცარ ხმებს გამოსცემს. მიშიკო, როგორ აქარ? ვნახოთ. ეს ძალიან ლამაზი იქნება. როგორც პატარა ის აქ, ნათება ეხა დღის. რა, მეცი რამ ხელა არ ბაბა. ხო, დონჩი. ხასულაცია. დედაჩემმა ეს კლინიკის კარზე მინდაო და ეხა სკოჩს ნახავ და დავაწყებოთ. ანუ ვეუბნები რომ ეს ბანტოჩკები რაც არის საკმარისია თქო და მაინც ეს მწვანე წვიმები და ახლა პლუს ეს ვერცხლისფერი. აი ესე დავდგა. აი პირდაპირ ესე დავდგათ. ანუ არ ვიცი რატომ წვიმებს ვერ ვიტანა. ვეუბნები ამათ არსად არ გააკეთოთ თქო, მაგრამ არ ვიცი რამდენად დამიჯერებენ. აბა 1 2 და 3. ოპა, ესეთი ლამაზი გამოვიდა. დონარი, რაღაცა ცუდად მიგიგდია ეს, არ მომეწონა. აბა ეს ფეხები არ აქვს. ფეხები არა აქვს და მაგიტო. შოკოლადის შესვენება, coffee break-ი. ამ ყველაფრის შემოქმედი და ორგანიზატორი ქალბატონი ეკა ექიმი, დოქტორ ეკა. დამხმარე ფიგურები ვახტო პაპა და დონჩიკი. რატო არ გაცვია ის სვიტერი მე რო გიყიდე? უსმინეთ ხმას? ოუცა, მიყვარს ეს ხმა. აბა მზად ხართ დასრულებული შედეგისთვის? ესეთი გამოვიდა, ჩავაქროთ შუქი. აი, ეს ორი ნაძვის ხემოურთეთ. ერთი აქეთ, ეს ულამაზესი ვარდისფერი ბურთები. აივანიც მორთულია, მოიცა ცოტა უფრო ახლოდან გაჩვენებთ. ის ხარისხს აფუჭებდა 05. ნახეთ რა ლამაზია. აი. ძალამაზი გამოვიდა. აქეთაც მიდის ეს განათება. აქეთ ბებია ჩემის ოთახია და ბებია ჩემის ხათრით აქეთაც დავაყენეთ ეს განათებები ძალიან მოსწონს. აი აქ არის ოთახი. რო გამოდის ხოლმე განათებაა პირდაპირ. აი ასე გამოიყურება აივანი. გზიდან ჩანს ძალიან ლამაზად. სამწუხაროდ ბევრმა არ გააკეთა სოფელში, იმიტომ რომ დაცლილია სოფლები მოგეხსენებათ და ხალხი აღარ ცხოვრობს დიდად. ეხლა ჩვენ გავიდეთ უკანა ეზოში. აქაც გვაქვს ეს ნაძვისხეც არ დამავიწყდეს რომ გაჩვენოთ ნახე. რა ლამაზია. ეს ისევ არ გადააგდო დედაჩემმა ენანება. აქედან გავდივართ ესე უკან. ვაი მე ძანცივა. აი განათებები. ნახეთ. და აბა ამას თუ გამოიცნობთ რა არის? გულიც მიუხატებიათ, მაშინ გამოიცნობთ. დედაჩემი ხო არის კარდიოლოგი, გულის ექიმი და ესე ლამაზად გააკეთეს მაგის აღსანიშნავად. აქეთაც განათებულია. აქეთ ნაძვისხე და საბოლოო ჯამში ასე გამოიყურება. ჩემი YouTube-ის მაყურებელს კიდევ უფრო დაწვრილებითაც გაჩვენებთ ის ვიდეო TikTok-ზე გადავიხე და იქიდან ჩავრთე. აი, ასე გამოიყურება. ნახეთ რა ლამაზია. აქეთ ეს დავაყენეთ. აი, მე გავიყინე. ძალიან მომწონს ეს ვარდისფერი ბურთები. ძალიან ლამაზია. შოთით. ვლოგში არ გამოჩენი ხარ? ნახეთ ამ ხელ გაიზარდა. უკაცრავად. სტუმრები ყავს. დონჩიკის და ნინობებო და მისი მეუღლე ვაჟა პაპა. ნინობებს კი იცნობთ. აი ნინობებო. აი ვაჟა პაპა. აღრობლული ამინდი გვაქვს. ზე არ გამოდის ცოცხალი თავით. არ შედის დენი ვაფშე მანქანაში რა ჯანაბა უნდა თქო? დაბის ბრალი ეტყობა, მეც იმიტომ გამიფუჭდა ის. მოდი გასწავლო ეს როგორ უნდა შეცვალო ამპერები კიდე. ქალბატონი პუწკუნსია თავისი თორით არის წარმოდგენილი. გასარეცხით. დამხმარე ძალა მოვიდა. ოპა.
ამდე შიშობდა პარ. 7-დან პერზეთ გათიშა. პიპიებს ტენიან. მრგვალო. არც იმცინებდა. მრგვალო. აი აქამდე. ვახტო პაპა. მოდი განახვამ პერებს ეს დატენილია უკვე. აბა კაიძა. ეხლა მივდივართ მეგობრებო ბეშკენში. დღეს გიზა ჩემმა უნდა შეწვას მწვადი. ხო და გუშინ დაგვირეკა დავხპატიშა და მე ვეუბნებოდი გეხვეწები ქათამით შეწვის მეთქი, იმიტომ რომ ღორი ხო არ მიყვარს მე და ვერ ვჭამ ხოლმე და ქათამსაც შეგიწვავთო. მივდივართ იქ, ოღონდ მანამდე სადამ იქ უნდა გავიაროთ კლინიკაში, უნდა გავიკეთო პაპილომას აცრა. აქ მაქვს წყალი, რამდენი მაქვს? 600, არა, 700. როგორც წინა ვლოგში ვახსენე, არ მიყვარს წყლის დალევა და ამიტომ სვამ ხოლმე ძალით და ეხლა აბაში ჩავარსხი. მანქანაში ჩავიდებ და გზაში ხომ მაინც არაფერი მექნება საკეთებელი და ძალით ნელ-ნელა დავლევ. ერთი ნემსი. ეკა. ჩაიესი წერება კაცოებში ფორმაში. ხარ შევიდე. მაგალითად. ცოტა ისე. ნუ იჭინები, არაფერი არ არის ბას. ასე მოადუნებ. ვერაფერს ვერ იგზნო. ნავარჩუნე. ნავარჯი შეგება. ეკო, სერვიტერში. მორჩა. აჰა. ადგილზე ვართ? ნელა შურს ცოტა მწარია. მორჩა. გაუძელი. კი. ჟანრა წვალა. არა და. მთელი აღრია. არა, ეგრევე დავხა. ხო რა? უი, მე რა უფრო მტკივნეულია ვიდრე პროცესში. ხო, კი, რომ უნდა გაიყოს მე. ნემსი არის თვითონ ეს ვაქცინა. უდა შეგაგამხნევებ. რა არ მინდა მე არ მეში. ესე ნავარჯი ბიჭი. ერთმა ბედნიერები განყოფოთ. ძალიან გაგიმართლა ცხოვრება. კუზაკა. გავიკეთეთ აცრა, მოვედით ახლა ბეშკენში, როგორც გითხარით, წვადაობა აქვს ბიძაშებს და ნახეთ რა სუფრა არის. ვაიმე. და ეხლა დაემატება კიდევ წვადი, ჩემი ქათმის მწვადი და რაღაცები. ძალიან შეა. სუნი აქვს ისეთი, ეს არის მწვადი ღორის და ეს არის ჩემთვის. აუ, გიждები ამაზე, გიждები. ეს არის მწვადი, კიდე აქეთაც არის, ძალიან ბევრია. ხალხო, აი ეს სალათ არის, საოცრება, აი. ეს სალათ არის სრული სიგიჟე. აუ, მაგარი ხმაურია. ხო იცით რა ვყიდულობთ ხოლმე ხა თბილისში პომიდორს და კიტრს და ეგეთ რაღაცებს და საერთოდ არაფრის გემო არ აქვს, აი პლასმასის გემო აქვს. მაგის გამო მე აღარ ვყიდულობ ხოლმე ბოლო პერიოდში და დამოვიწყდა შესაბამისად კახურის სალათის გემო და აი ეს სალათ არის ზუსტად ეგ. ეხა კიტრი აღარ აქვს, მოილია. მაგრამ პომიდორი არის აი შოკი. მართლა უძლებრელესია. ხალხებს არ ვიღებ, იმიტომ რომ არ მიყვარს ხალხები. ჯანმრთელობა, სიკეთე და სიღარული მოგცეთ ცხოვრებაში და მე რატო ანახედამ ცხოვრებას მეტი. გიორგი ჯაგოს ყველაფერი გავის. ავოსალამ ოჯახს, ასევე თქვენ დაგილოცავთ უყოლას ოჯახს, ოჯახებს. ღმერთმა მრავალ ახალწელს დაგვასწროს, აი სულ ასე კარგად ჯანმრთელად ბედნიერად და სულ ერთად ყოფილიყავით. აუ, მაგას რაღაცა ტკბილი ისა. მარწყვის ან რაღაც ის აქვს, ხო? შიგნით. აუ, მაგარია. გააგება რა? ყველამ გაიგოს, რომ მე მინდა მაღაზიაში წასვლა და პატაშა როცა არ მომყვება. და სადმეუბნება ისი? უბნის პატარა მაღაზია არის, ძალიან პატარა ბუტკასავით არის და მათ უნდა რომ უშაქრო ის ნახოს ჟელატინი, რომელიც ქსელურ მაღაზიებში ძლივს ნახა. აბა კი, ეგეთ მაღაზიებში უფროა. მე და შარვი ღორობანას ვთამაშობთ. ეგ ტუალეტობანაა. ხო, კაი. ვარდება ტუალეტში. კაკი. თამარიანი ქვია? მეგობრებო, ნახეთ თამარიანში რა მაგრა და სახლი გაფორმებული. ზალამაზ. ნახე იქ მონიტორიც აქვთ. მაგარია. დავბრუნდით ბეშკენიდან და ეხლა მოვიყვანით ორივე მანქანა.
პატასიც და დედაჩემის მანქანაც უნდა გავრეცხოთ ორივე. ძალიან ჭუჭყრიანებია, მტრიანები და ძალიან გასარეცხებია. მამა, ერთი ლარი ბაბი. აქ ვარდისფერი კაფე გვაქვს, რო იცოდეთ. ორივე მანქანა კარგად გავქაფეთ. და ახლა კარგად მოვაშორებთ ჭუჭყებს. ბიჭო. ახეთ რა გავაკეთე. ეს არის უშაქრო კოკაკოლის ჟელიბონი. ჟელატინით გავაკეთე. შაქარს რო არ ვჭამ, ჟელიბონი მომინდა და თან განსაკუთრებით მიყვარს კოკაკოლის გემოთი რო არის, ხო იცით, ბოთლები რო არის. ხო და გავაკეთე. კაია. ცოტა სხვანაირი ხმა მექნება, იმიტომ რომ კაპები მიკეთია. ხო დავბრუნდით სახლში და პატა გადავიდა რაღაცა მანქანების გარეცხვის მერე სახლში და მეთქი მოდი მერე და ვიმეცადინოთ ესპანურით ქონდა. 1 საათია მოსულია და 1 საათია TikTok scroll-ობთ. ყველა დავსტალკეთ ხალხო, ყველა აბსოლუტურად 2020 წლიდან მოყოლებული ყველა ვიდეოებს უყურეთ და ეხლა როცა 12 საკლია 15 წუთი რო ჩაგვეთვალოს მეცადინეობაში ერთხელ უნდა წავიკითხოთ გაგვეთია. ამას ნინო მასწავლებელი ნახავს. რა უქნო, ცოტა ზარმაცი ბავშვები ვართ. ნინა მასწავლებელი გვეძახის ბეღურებს და ამ ბოლო დროს ზარმაცი ბეღურები ვართ, მაგრამ გამოვასწორებ. დასაცინებლად ვამამზადებს. ოკაკია სიცივე აღარ შემივა. გეუბნები თუ გინდა გამოვწევ ამას და ახლოს მოგიწევ საძოვს. არა, მგონი არ შევწედიო. დავფარე. ახლა მოვჭი მეგობრებო ვლოგის დამუშავებას. თბილისში ვარ, სახლში ვარ. ჩემს ოთახში ესე სიბნელებში ვზივარ, იმიტომ რომ ჩაგვიქრეს შუქი. დღეს უკვე მეორედ, არ ვიცი რა ხდება. გვანცა ეხა წავიდა თავის მეგობართან, იმიტომ რომ ლეპტოპში ჰქონდა სამეცადინო და ელექტროენერგია რო არ გვაქვს, ვერანაირად ვერ დაელოდებოდა მოსვლას და მე დავჭი ესე სიბნელეში ვზივარ სრულიად მარტო. მაგრამ კარგი ის არის, რომ სხვა რო ვერაფერი გავაკეთე. ვლოგი დავამუშავე. მოკლედ ეს იყო ამ წლის ბოლო ვლოგი, რომ მივხვდე რომ ყველა მოყურეთ. მოდით დააკომენტარეთ თეთრი გულები და შემდეგი ვლოგით დაგიბრუნდებით უკვე მომავალ წელს 2026 წელს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. მადლობა რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.